ირანის გარშემო ახალი ძალისა და ზეწოლის სიმბოლო შეიძინა. და ამ ორშაბათს 2026 წლის 20 აპრილს ყურადღების ცენტრში აღარ იყო მხოლოდ გემი, რაკეტა და ბლოკადა. ეხლა დაძაბულობის ცენტრშია ეჭვი, რომ შეერთებულმა შტატებმა რეგიონში ისეთი საიდუმლო სისტემა ამოქმედა, რომელიც ოფიციალურადაც კი არ დაუდასტურებიათ. RQS-180 დრონი ფარული სადაზვერვო პლატფორმა, რომელიც საჯარო დოკუმენტებში პრაქტიკულად არ არსებობს. ეს არის მთავარი ხაზი იმ შემთხვევისა, რომელმაც ბოლო კვირებში ძალა მოიპოვა. რა მოხდა? 18 მარტს საბერძნეთის ქალაქ ლარისაში გადაღებულმა კადრებმა აჩვენა მფრინავი ფრთის ტიპის თვითმფრინავის დაშვება ადგილობრივ ბაზაზე. პირველად ეს ამბავი გავრცელდა ბერძნულ პორტალზე OnLarissa, რომელმაც თვითმფრინავი B2-ად მოიხსენია. თუმცა თვითმფრინავის ფორმამ, შასიმ და ხილულმა დეტალებმა სპეციალისტ ანალიტიკოსებს სხვა მიმართულებაზე მიუთითა. ეს ბევრად უფრო გავდა იდუმალ RQS-180-ის ან მის პირდაპირ განვითარებულ ვერსიას. ვინ არის ამ ყველაფრის ცენტრში? ამ ყველაფრის ცენტრშია შეერთებული შტატების საჰაერო ძალები, Northrop Grumman, თავდაცვის ანალიტიკოსები და ფონზე ირანი, რომელიც შესაძლოა ბევრად უფრო ღრმა სადაზვერვო მეთვალყურეობის ობიექტი იყოს, ვიდრე აქამდე ამბობდნენ. გადამწყვეტი დეტალია ის, რომ ლარისა უკვე გამოიყენება ამერიკული ძალების მიერ, მათ შორის ემქინოვისა და რიპერის ოპერაციებისთვის. ამან უცნაური სურათი უფრო სერიოზულ მოვლენად აქცია. ეს არის კონკრეტული მინიშნება იმისა, რომ ძალიან სენსიტიური აქტივი შეიძლება გადაეტანათ წინწაწეულ პოზიციაზე, საკმარისად ახლოს, რათა მხარი დაეჭირა კონფლიქტთან დაკავშირებული მისიებისთვის. და როგორ რეაგირა ვაშინგტონმა? სიჩუმით. ჯერჯერობით ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არც დაადასტურეს და არც ოფიციალურად ახსნეს თვითმფრინავის არსებობა. სწორედ ამ ეტაპზე entra a pergunta mais importante. როგორ ჩაეწერებოდა ეს დრონი კონფლიქტში? პასუხი მარტივია. ირანი კვლავ ინარჩუნებს რეალურ საფრთხეს მოძრავი სარაკეტო გამშვებებით, მიწისქვეშა პოზიციებით და დიდი ტერიტორიების მასშტაბით სამიზნეების გაფანტვის შესაძლებლობით. ექსპერტები, რომელთაც The Warzone-მა მოусმინა და გააანალიზა, აღნიშნავენ, რომ აშშ-ისა და ისრაელის მთავარი პრობლემა მხოლოდ შეტევა კი არ არის, არამედ სწრაფად მოძებნა, სად მდებარეობს გამშვები დანადგარები, სანამ ისინი გაისვრიან. ეს გამოწვევა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ბევრი მანქანა შეიძლება ჩვეულებრივ სატვირთოებს გავდეს. ისინი სწრაფად იცვლიან ადგილმდებარეობას და ზოგჯერ გამაგრებულ ან მიწისქვეშა სტრუქტურებთან ახლოსაც კი მუშაობენ. მიუხედავად მრავალკვირიანი შეტევებისა, Associated Press-მა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო აპარატი კვლავაც უნარს ინარჩუნებს რეგიონული ქაოსის, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გამოწვევისთვის. მაშ რა იქნებოდა ზუსტად RQS-80 ამ სცენარში? არა ბომბდამშენი, არამედ თითქმის უხილავი თვალი. უახლესი ანალიზები მიუთითებს, რომ საბერძნეთში დანახული თვითმფრინავი ფიუზელაჟის ქვეშ დიდი ელექტროოპტიკური ღიობებითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას აძლევს ფართო კუთხეებში დააკვირდეს როგორც რელიეფს, ისე ჰორიზონტს. სპეციალისტების შეფასებით, ეს სისტემა შეიძლება აერთიანებდეს ვიზუალურ სენსორებს, სინთეზური აპერტურის რადარს და მიწის ზედაპირზე მოძრავი ობიექტების აღმოჩენის რადარს. პირდაპირ ენით რო ვთქვათ, ეს სისტემა გამოიყენება მოძრაობების საპოვნელად, გადაადგილებების გასაყოლებლად, ნიმუშების ამოსაცნობად, დღისითაც და ღამითაც ხედვისთვის და რეალური სამიზნის მოტყუებისგან გასარჩევად. ეს არის იმ ტიპის შესაძლებლობა, რომელიც თანთამაშის წესებს ცვლის ომში, სადაც მტერი მობილურობასა და სიულპრიზზეა დამოკიდებული. და ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება, როცა მისიის გეგმას უყურებთ. თვითონ ტექნიკური ანალიზიც მიუთითებს, რომ დიდი სიმაღლიდან ფრენისას ეს პლატფორმა შეიძლება დისტანციურად პატრულირების ორბიტებს ასრულებდეს, უწყვეტად აკონტროლებდეს ტერიტორიას და არ იყოს საჭირო აშკარად საფრთხის ცენტრში შესვლა. სენსორებს ასევე შეუძლიათ რადიოსიგნალების დაფიქსირება და წყაროების ლოკალიზაცია ადგილზე. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სამიზნის დანახვის ნაცვლად სისტემას შეუძლია რეალურ დროში მთელი ბრძოლის სურათის შექმნა და მონაცემების გადაცემა მათთვის, ვინც შეტევას განახორციელებს. საერთო ჯამში ჯერ პოულობს, შემდეგ აკვირდება, შემდეგ კი დარტყმის ჯაჭვს ამარაგებს. სწორედ ამიტომ იპყრობს ეს დრონი ასეთ დონე ასეთ დიდ ყურადღებას. არა იმიტომ, რომ თავად ფეთქდება, არამედ იმიტომ, რომ სხვების აფეთქებას ბევრად უფრო ზუსტ ხდის. ვინც ამ თემას დიდი ხანია ადევნებს თვალს, იცის, რომ RQ-180 არსაიდან გამოჩენილა. ჟურნალ Aviation Week-ი უკვე 2013 წელს წერდა Northrop Grumman-თან დაკავშირებულ დიდ საიდუმლო სტელს დაზვერვის სისტემაზე. 2020 წელს იმავე მედიამ გამოაქვეყნა, რომ თვითმფრინავის სავარაუდო ფოტო კალიფორნიის თავზე გამოჩნდა. და დაასახელა მეტსახელები, როგორიცაა Great White, Bat და Chikaka.
ასევე დააკავშირა სიმბოლო სადაზვერო ესკადრონიასთან, რომელიც ამ სტრუქტურის ნაწილად მიიჩნეოდა. ანუ თვითმფრინავი ახლა არ გამოუგონიათ. რაც შეიცვალა ისაა, რომ პირველად როგორც ჩანს, ის ჩრდილიდან ბევრად უფრო თვალსაჩინოდ გამოვიდა. სწორედ იმ დროს, როცა ირანზე ზეწოლა უკიდურეს დონეზე მეთვალყურეობას მოითხოვს. ეს ასევე ეხმარება პასუხის გაცემაში, პოლიტიკურ და სტრატეგიულ მიზეზებზე. თუ შეერთებულმა შტატებმა მართლაც გამოიყენა ეს აქტივი ირანის საომარ თეატრთან ახლოს, ეს ძალიან მძიმე გზავნილია. ვაშინგტონი მხოლოდ თეირანის დასჯას არ ცდილობს თავდასხმითა და ბლოკადით. ის ცდილობს ომის უხილავი ველის დომინირებას, თვალყურის დევნას, პროგნოზირებას, დახშობას და ირანის ერის სიურპრიზის შესაძლებლობის შემცირებას. ეს შეესაბამება მიმდინარე პერიოდს, როდესაც დონალდ ტრამპის მთავრობა ერთდროულად ინარჩუნებს სამხედრო და ფინანსურ ზეწოლას. მოლაპარაკებები კი კვლავ მყიფეა, ხოლო ესკალაციის რისკი ჰორმუზზე და მთელ რეგიონზე კვლავ არსებობს. საბოლოოდ ისტორია ასე შეიძლება შევაჯამოთ. გამოჩნდა შესაძლო მტკიცებულება იმისა, რომ შეერთებული შტატები იყენებს უმაღლესი დონის სტელს სადაზვერვო პლატფორმას. ამ ყველაფერს მარქავს ამერიკის სამხედრო სტრუქტურა და მისი მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ კამპანიაში. დღეს 2026 წლის 20 აპრილს ეს დებატი აქტუალურია და პირდაპირ უკავშირდება ირანის კონფლიქტს. როგორ იმუშავებდა ეს? ეს იქნებოდა მოწინავე მეთვალყურეობის, მოძრავი სამიზნეების თვალთვალისა და შეტევებთან ინტეგრაციის გზით. და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ეს იმიტომ, რომ ირანს ჯერ კიდევ აქვს რეაგირების უნარი და იმიტომ, რომ თანამედროვე ომი მხოლოდ უხეშ ძალაზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, ვინ დაინახავს პირველმა. თუ ეს შეფასება სწორია, ირანის თავზე რაც დაფრინავდა, მხოლოდ დრონი არ ყოფილა. ეს იყო ჩუმი გაფრთხილება, რომ ომი კიდევ უფრო ცივ, ტექნიკურ და დაუნდობელ ეტაპზე შევიდა.